თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ბალდის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ასევე ტერიტორიაზე არიან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ტერიტორიაზე ბალდის მცველებმა გამოიძახეს. საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 1 საათია, რაც არის გადაკეტილი, რადგან აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დღესვე კერძო ინვესტორი არ დატოვებს მიმდებარე ტერიტორიას, ასეთ შემთხვევაში ისინი დაშლას არ აპირებენ და სხვა ზომებს მიმართავენ. 5 საათამდე აქვს ვადა კერძო ინვესტორს იმისა, რომ სახელმწიფოს ტერიტორია დატოვოს, ტერიტორია, რომელიც სახელმწიფომ კერძო ინვესტორს 40 წლის ვადით ხელშეკრულებით მისცა. ეს არის იჯარის ხელშეკრულება, როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს 29 ნოემბერს მათ 3 წლიანი ვადა ამოიწურათ და შესაბამისად ახლა სახელმწიფო სტრუქტურებზე არის დამოკიდებული, გაუგრძელებენ თუ არა კერძო ინვესტორს ამ ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ახლა კერძო ინვესტორის წარმომადგენლებს ამოეწურათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი ყოფნა ბალდის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კანონდარღვევა. შესაბამისად 5 საათამდე აქვთ ვადა იმისა, რომ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული, მოხსნან და წაიღონ ისინი ამ ტერიტორიიდან. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დღეს არ აპირებენ დაშლას და სწორედ 2 საათი რჩება ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე. ეს კარი თუ ვერ გავაღე, მოლქომი ადეს ამა, თუ არ გავაღე, ჯერ არ ვარ ისე დაბერებული, აია გადავხოხა. აია გადავა და რასიზმად გავხდი. აი რასიზმად მერე იძულებულს ხვდიან, კანონი დავარღვიოთ და ჩვენი ძალით გამოვიყვანოთ იქიდან. არ შემოუშვებ სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ვიღაცა მილიონები აკეთოს და ჯიბეში იდოს, იმის გულისთვის ჩვენი წინაპრები არ დაღუპულან საქართველოს ტერიტორიაზე. დასრულდა მათი ხელშეკრულება დღეს, არავითარი გაგრძელება და ვთხოვ პირადად პატრულს, მერიას ამოვიდეს და პასუხი გაგცეს. თუ არა და 1 საათი დაგელოდები. რატომ ვერ ნახო მე? რატომ ვერ ვაჩვენო შვილს? გამაგებინეთ, ამის წელი ვინმე? რატომ არ მეკუთვნის ჩემს სოფელში, ჩემი სოფლის ბუნების ძეგლის ნახვა მე? კი ბატონო, რატომ ნახული და ფული გადაიხადო. რატომ გადაიხადო? ფული გადაიხადო? ატარებენ ახლა იმას ბალდის კანიონის მცველები 800 დღეზე მეტი არაც ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ უნიკალური ტერიტორიის გადაცემას კერძო ინვესტორისთვის. ამ ხელშეკრულებით ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ იმ უნიკალურ ტერიტორიაზე, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ადგილობრივების საკუთრებაში იყო. ისინი დიდი ხანია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და პროტესტი როგორც ბალდაში, ასევე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე რამდენიმე თვე გრძელდება, თუმცა ამის მიუხედავად მთავარ აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ აქვს პასუხი. ერთადერთი, ვინც გუშინ ბალდის მცველებს შეხვდა, ეს იყო მარტვილის მერის მოადგილე, რომელმაც პრინციპში ვერ გასცა ვერცერთ იმ კითხვას პასუხი, თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მარტვილის მერიას იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც მარტვილში მიმდინარეობს. არ მაქვს მეთქი პასუხი კონკრეტულად თუ როდის ველოდები და ესე დაახლოებით 1 თვე იქნება 1 წელი თუ 100 წელი არ ვიცი. ნახე, იქნება დაახლოებით ძალიან მალე. ეგ ნახე, ესე მithეს. უახლოეს პერიოდში გაგებინებთ, რომ მე ესე ვფიქრობ, რომ დაახლოებით ამ კვირის ვადაში იქნება სააგენტოს მხრიდანაც ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში იგეგმება რაღაცა კონკრეტული პასუხის გაცემა. ანუ რო გითხრათ პოზიცია ჩვენთვის ესე კონკრეტულად არაფერი არ ვთქვათ და ველოდებით პასუხს. დამატისამარცხინო. აი დედა თქვენი რო იყოს ესეთ დღეში როგორც ეს ქალბატონები არიან. ყველაფერს გააკეთებდით იმისთვის, რომ მიგეღოთ პასუხი და არა ეს ტრაფარეტული ფრაზები, რომ ეხლა იცით მე გული შემტკივა. მაგრამ მაშინ ის უნდა აღიაროთ, რომ ისინი არ გცემენ სათანადო პატივს, რაღაცა სათანადო არ არის ისე დაალაგებული სიტუაცია, რომ გითხრან იმათმა პასუხი. როგორც დედა არა, მოვითხოვ, რომ ბოლოს და ბოლოს დაადგას ამას საშუალო. თუ ვარესობაში ნუ გადაიღოთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენ მეც ჩვენი მიწაწყალი მოგცეს ჩვენ, იქეთ ხო არ გთხოვთ არა რაიმეს დახმარებას ჩვენ არ ვითხოვთ. მატერიალურ დახმარებას ჩვენ არ გთხოვთ. არაფერს არ მოვითხოვთ, ხო? არ გთხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აი ჩვენი მიწაწყალი, ჩვენი შვილიშვილებს, ჩვენ შვილებს დაუთმონ ეგ.
ბალდაში პროტესტი გრძელდება, როგორც უკვე მოისმინეთ, სწორედ 5 საათამდე აქვს ვადა კერძო ინვესტორებს, რომ ძიმე ტექნიკა და ის მოწყობილობები, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყავთ განთავსებული, გაიყვანონ. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქციის მონაწილეები არ აპირებენ დაშვას ტერიტორიაზე, ელოდებიან მარტვილის მერს და კერძო ინვესტორს, რომელმაც ეს სახელმწიფო მიწა წლების განმავლობაში იჯარის ხელშეკრულებით მიიღო.